უკვე იცით, რომ ირანის ომმა აშშ-ის მარაგები ამოწურა. ასევე უკვე იცით, რომ ეს დაუყოვნებლივ აისახება უკრაინის შესაძლებლობაზე შეიძინოს იარაღი აშშ-ის მომწოდებლებისგან. ასევე უკვე გსმენიათ იმ შეშფოთების შესახებ, რაც ტაივანს აქვს, თუ როგორ იქნება დაცული, თუ მატერიკიდან შემოიჯრებიან. და შეიძლება ასევე გსმენიათ, რომ რადგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას არ ყოფნის სადესანტო ხომალდები, სულ მცირე ეს უკანასკნელი შეშფოთება ჯერ კიდევ რამდენიმე წლით არის გადადებული, სანამ რეალობად იქცევა. მაგრამ ურადრების მიღმა დარჩა ის, რასაც მე მესამე მსოფლიო ომის ფუნდამენტურ სანდოობის პრობლემას უწოდებ. და ეს არის პრობლემა, რომელიც ირანის ომმა გამოავლინა. ეს არის პრობლემა, რომელიც გაამწვავებს იმ საკითხებს, რასაც უკრაინა აწკდება. და ეს არის პრობლემა, რომელსაც მარტივი გადაწყვეტა არ აქვს. შემომიერთდით დღეს, როცა ვნახავთ, როგორ შეიძლება ჩვენი დღევანდელი მსოფლიო კიდევ უფრო გაუარესდეს. როდესაც განვიხილავთ განსხვავებას მარტივად მოსაგვარებელ სანდოობის პრობლემასა და სანდოობის პრობლემას შორის, შემდეგ იქნება მიკროჩიპების მინიგეიმი, რაშიც გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომი, როგორ შეიძლება შეერთებულმა შტატებმა მოაგოროს თავისი სანდოობის პრობლემა და კიდევ რამდენიმე სარეზერვო გეგმა თუ სხვა ყველაფერი ვერ გაამართლებს. იმ ჩარჩოს გათვალისწინებით, რაზეც აქამდე ვისაუბრისე, ალბათ უკვე მიხვდით, რომ გულისხმობ იმას, რაც მოხდება მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გემები დატოვებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და პირდაპირ ტაივანისკენ გაემართებიან. გარდა ამისა, რადგან ტრამპი უდევს საფუძვლად ამჟამინდელ მდგომარეობას, შეიძლება იფიქროთ, რომ ძირითადი სანდოობის პრობლემა სწორედ მისი მზადყოფნაა დაიცვას კუნძული ასეთ ვითარებაში. შეიძლება თქვენ გაწუხებთ შეერთებული შტატების მარაგების სამწუხარო მდგომარეობა. შეიძლება ეს ტრამპის კაპრიზული ხასიათია. შეიძლება ეს ტრამპის ზოგადად ადგილზე ჯარების გაგზავნის უხალისობაა. შეიძლება ეს ტრამპის სიყვარულია, გემრიელი, ხელში დასაჯერი მექსიკური წასახემსებლობების მიმართ. ეს ნამდვილად სანდოობის პრობლემაა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადი სანდოობის პრობლემა. მართალია, არსებობს სხვადასხვა საწინააღმდეგო არგუმენტი ამ ტრამპის სპეციფიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ნაწილობრივ დაამშვიდოს ზოგიერთი შეშფოთება. ერთის მხრივ, ჩინეთი პენტაგონში კულისებში მთავარი ყურადღების ცენტრშია, თუნდაც სხვა საკითხები იყოს ყურადღების ცენტრში. არსებობს მნიშვნელოვანი კითხვა, თუ რამდენად გადადის ტრამპის განწყობა ირანის მიმართ ინდოწყნარი ოკეანის რეგიონზე. და არსებობს უფრო პრაქტიკული მოსაზრებაც, რომ ირანში ბოლომდე არც ასვლა შეიძლება განზრახ ყოფილიყო იმისთვის, რომ რაღაც რეზერვში დაეტოვებინათ უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, კერძოდ ჩინეთისთვისთვის. მაშ, ამასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არსებობს? დიახ, მაგრამ ეს მხოლოდ კიდევ რამდენიმე წაგ გრძელდება. შემდეგ კი ვიღაცა სხვა მოვა. ხოლო ეს პრობლემა, რომელიც პირადად თხამს ეხება, აღარ იქნება აქტუალური. და თუ გავიმართლა, აშშ-ში ის მარაგებიც ცოტა უკეთესად გამოჩნდება. სინამდვილეში ის სანდოობის პრობლემა, რომელზეც დღეს ვფიქრობ, იმდენად ფუნდამენტურია, რომ ის ნებისმიერ პრეზიდენტობის კანდიდატს გადაეცემა, ვინც ტრამპს მოჰყვება. პრობლემის ახსი იწყება ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული საკითხით. შეერთებული შტატები მხოლოდ მაშინ შეძლებს საქმროდ დაიმუქროს, რომ ტაივანში ჩაერევა, თუ ომში მონაწილეობა უკეთესია ვიდრე გვერდზე დარჩენა. ვიცი რომ ეს თავტოლოგიურია, მაგრამ ღირს-ძირს დაფიქრება აქედან გამომდინარე შედეგებზე. რატომ გახდა ტაივანი ასეთი აკვიატება სტრატეგიულად მოაზროვნე ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებისთვის? საბოლოო ჯამში ეს მიკროსკოპული კუნძულია დიდი სურათის ფონზე. სწორედ ეს მიკრო არის პასუხი, როგორც სიტყვაში მიკროჩიპები. დაგიზოგავთ დანარჩენ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოიშლება მსოფლიო ეკონომიკა, თუ ტაივანი შეწყვეტს ნახევარგამტარების წარმოებას და გლობალური მიწოდების ჯაჭვები გაჩერდება. და აქედან იღებთ ძირითად ნარატივს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ომი თეორიულად. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აიწყებს შეჭრას. შეერთებული შტატები პანიკაში ვარდება და იწყებს ინდოწყნარ ოკეანეში ყველა არსებული რესურსის გადატანას, რაც იმედია მეტია ვიდრე ირანის ომის უშუალო შემდეგ არსებულ მარაგებშია. თუ გაგვიმართლა, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ვერ მოახერხებს ხმელეთზე გადასვლას და გლობალური ეკონომიკური სისტემა უცვლელი დარჩება. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ომი კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდება. ან, სხვა მხრივ, შეერთებული შტატები სრულიად მოულოდნელად არ მოჩნდება ამ ყველაფრის წინაშე. შეიძლება უბრალოდ ასე ჩანდა, თითქოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 67-ად ატარებდა წვრთნებს, მაგრამ ამჯერად მათ ზღვარი გადაკვეთეს. ეხლა რა ვქნათ? თავარი საკითხი აქ ისაა, რომ რაც ჩარევას შეერთებული შტატებისთვის ალტერნატივაზე უკეთეს ვარიანტად ხდის, ძირითადად ეკონომიკური მდგომარეობაა. თუ მომარაგების ჯაჭვები ჯერ კიდევ უცვლელია, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი მოლოდინის რეჟიმშია, სანამ ექსპორტის განახლება უსაფრთხო არ გახდება, მაშინ კუნძულის დაცვის გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორე მხრივ, თუ კუნძული სწრაფად გადაიქცევა კრატერების გროვად, მაშინ ამ ეტაპზე შეერთებული შტატებისთვის დასაცავი მნიშვნელოვნად ნაკლებია.
ცივი და ანგარიშიანი პრეზიდენტი შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ომი ფაქტობრივად დასრულებულია და ჩარევაზე უარი თქვას. ამგვარად, თაივანში შეჭრა გადაიქცევა უცნაურ მინიგეიმად კუნძულის ნახევარგამტარების წარმოებაზე, სადაც ორივე მხარეს ზოგჯერ აქვს мотиваცია გადაარჩინოს ტექნოლოგია, ხოლო სხვა დროს გაანადგუროს იგი. თაივანის დილემა ცოტა უფრო მარტივია. მას სურს დაიცვას თავისი ნახევარგამტარების ინდუსტრია, რადგან სწორედ ამის გამოა კუნძული მდიდარი. შენ უბრალოდ არ კლავ ბათს, რომელიც ოქროს კვერცხებს დებს. ის ფაქტი, რომ ეს ინდუსტრია ასევე შეერთებულ შტატებს კუნძულის დაცვაში ჩართულს ტოვებს, დამატებითი ბონუსია. შესაბამისად, თაივანი შეეცდება მაქსიმალურად დაიცვას ეს ინდუსტრია, სანამ მისიას წარმატების კარგი შანსი ექნება. თუმცა, თაივანის მიერ ნახევარგამტარების დაცვა აბსოლუტური არ არის. თუ ომი ცუდად წარიმართება, ტაივანი ყველა თავის ადამიანურ კაპიტალს ავიაგადაზიდვით გადაიყვანს, შესაძლოა არიზონაში დასასახლებლად. თაივანი ასევე დაიწყებს კუნძულზე ყველა თავისი ოპერაციის საბოტაჟს. და ამის გაკეთება საკმაოდ მარტივია. ძვირფასი დანადგარები უკიდურესად მგრძნობი არეა. საკმარისია თითოეულ საწარმოო ოთახში თითო ადამიანი ბეისბოლის ჯოხით და 1 საათში ყველაფერი უსარგებლო გახდება. დარწმუნებული ვარ, ვინც საბოტაჟის ოპერაციის ჩერაციაც ჩაატარებს, ამ სიტუაციასთან დაკავშირებით შერეული გრძნობები ექნება. ერთი მხრივ, ეს ანადგურებს იმდენად ბევრ ადამიანების მიერ შექმნილ ამხელა ღირებულებას. მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო იქნება შურისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე. კუნძულზე არავინ მოისურვებს, რომ მატერიკმა ისარგებლოს იმ მანქანებით. გარდა ამისა, თაივანი თაგორიანია და მზადაა აჯანყებისთვის. მიზანია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დარჩენა რაც შეიძლება მტკივნეული იყოს. ნახევარგამტარების წარმოების მოცივება ამაში დიდ როლს ამაშობს. თუ გადავხედავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტიმულებს, საქმე უცნაურად ვითარდება. მატერიკული ჩინეთი ისურვებდა, რომ ყველა მანქანა ხელუხლებელი დარჩეს, რადგან ფული კარგია. მაგრამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ასევე სურს ტაივანი თავის კონტროლქვეშ მოაქციოს და სრულად დაასრულოს სამოქალაქო ომი, რომელიც 99 წლის წინ დაიწყო. შეერთებული შტატები წინ უდგას. შესაბამისად, პეკინში მჯდომმა ვინმემ შეიძლება დაასკვნას, რომ გონივრული იდეაა თავიდანვე გაანადგუროს ტაივანის ნახევარგამტარების ყველა ქარხანა. შეიძლება ეს შეერთებულ შტატებს ომში ჩარევას ააცილებს, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება წარმატებული შეჭრის ალბათობა. ნაკლებად ღირებული მიზნის მიღწევის კარგი შანსი შეიძლება სჯობდეს მეტად ღირებული მიზნის მიღწევის ცუდ შანსს. კარგი, თუ ეს სტიმულის სტრუქტურა, როგორ აგვარებს შეერთებული შტატების ანდოობის პრობლემას? ყველაზე მარტივი გამოსავალია უბრალოდ დავთანხმდეთ, რომ აქ გამარჯვება შეუძლებელია. თუ ომი დაიწყება, უნდა მიიღოთ ის ფაქტი, რომ ნახევარგამტარების ინდუსტრია დაკარგული საქმეა და გააგრძელოთ ცხოვრება. მე ადრე არიზონა ვარსენე. ეს შემთხვევითი ადგილი არ იყო. TSMC-მ არიზონაში საწარმოს აშენების გეგმა დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს გამოაცხადა. შენებლობა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო, ხოლო საწარმო დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს გაფართოვდა. ამის ნაწილი არის სარეზერვო გეგმის ქონა, იმ შემთხვევაში თუ ტაივანი დაკარგულ საქმედ იქცევა. შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ სურს განსაკუთრებით აშშ-ის სამხედრო უწყებას შექმნას მომარაგების ჯაჭვი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ადგილმდებარეობაზე, რომელიც ჩინეთის მატერიკიდან მხოლოდ 100 მილითაა დაშორებული. მაგრამ იმის აღიარება, რომ ომის დაწყების მომენტი შეიძლება იყოს ის მომენტი, როცა ომი აშშ-ის თვალსაზრისით უკვე წაგებულია, არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონი უიმედო მდგომარეობაშია. უბრალოდ უნდა დარწმუნდეთ, რომ არასდროს მიაღწევთ იმ წერტილს, როცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაიწყებს შეჭრას. ხედავთ წინა პრობლემას. როგორ უკავშირდება ირანის ომის თემა ისევ ამას? საუკეთესო გზა, რომ პრევენციულად დავიცვათ ტაივანი, არის ტაივანის ახლა შეიარაღება. რაც უფრო კარგად იქნება ტაივანი მზად თავის დასაცავად, მით ნაკლებად გაითვალისწინებს პეკინი აშშ-ის შესაძლო ჩარევას თავის გათვალთვლებში. წარმატებული დესანტი შეუძლებელი გახადეთ და დანარჩენი ეს შეშფოთებები უმნიშვნელო გახდება. ეხლა ტაივანი ცდილობს ამას, მაგრამ როგორც მცდელობას, ისე განხორციელებას აქვს კითხვის ნიშნები. კუნძულმა ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ინფლაციაზე გათვალისწინებული თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 50%-ით გაზარდა. ეხლა ის თავდაცვაზე MSP-ის 2.5%-ის ხარჯავს, რაც ნატოს უელსის ვალდებულების სტანდარტებით ძალიან კარგი მაჩვენებელია. მაგრამ ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ჰააგის უფრო ახალი ვალდებულების 3.5%-იანი ძირითადი ხარჯვის ზღვარი. და კუნძულზე უსაფრთხოების გარემო უფრო ნაკლებად გავს ევროპას 2014 წელს და უფრო მეტად გავს ევროპას 2026 წელს და შესაძლოა მნიშვნელოვნად უარესიც იყოს. ტაივანს აქვს გეგმები, კიდევ უფრო გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, მაგრამ ნახავთ როგორ განვითარდება ეს საკითხი. რეალიზაციის მხრივ, შეერთებული შტატები აფერხებს პროცესს. 2025 წლამდე ტაივანმა 20-დან 22 მილიარდ დოლარამდე დააბანდო
შეერთებული შტატების იარაღის შესყიდვებში, რომლებიც ჯერ კიდევ შეუსრულებელია. 11 მილიარდი დოლარის ვალდებულება დეკემბერში კიდევ უფრო გაზარდა დეფიციტი. ბევრ ფაქტორს მიუთვის ამ სხვაობაში წვრილი. შეერთებული შტატების თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა ზოგადად სუსტი იყო ცივი ომის დასრულების შემდეგ და მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა ჯორჯ იუ ბუშის წლებში, როდესაც შეერთებული შტატები ყურადღებას ამახვილებდა ამბოხებების წინააღმდეგ ბრძოლაზე და არა მძიმე ტექნიკის წარმოებაზე. როგორც ჩანს, ადმინდელი მიწოდების ჯაჭვის პრობლემების ხაზგასასმელად, COVID პანდემიამ ყველაფერი შეაფერხა. ტაივანში წარმოებული ჩიპებიდან, რომლებიც აშშ-ის პროდუქციისთვის იყო განკუთვნილი, დაწყებული და თვით აშშ-ში არსებული შეფერხებებით დასრულებული. სწორედ მაშინ დაიწყო დაგროვილი სამუშაოების გაზრდა და მას შემდეგ მდგომარეობა არ გამოსწორებულა. მაგრამ საბოლოო დარტმა, უფრო სწორად ის, რაც მაშინ საბოლოო დარტმად მიაჩნდათ, უკრაინის ომი გახდა. რადგან ეს ჰიპოთეტური არ იყო და რუსეთი რეალურად იფხრობდა ქვეყანას, ბაიდენის ადმინისტრაციამ პრიორიტეტი მისცა მიწოდებებს კიევისთვის. ამან თაივანი გარეთ დატოვა, მხოლოდ დამკვირვებლის როლში. სინამდვილეში ამ მიწოდებებმა პენტაგონში ისეთი შფოთვა გამოიწვია, რომ საბოლოოდ ტრამპის ადმინისტრაციამ პირდაპირი დახმარება უკრაინისთვის შეწყვიტა. პრობლემა მოგვარდა, ხო ასეა? არა, აბსოლუტურად არა. ეხლა ირანის ომი გვაქვს. შეერთებული შტატები მომდევნო რამდენიმე წელს საკუთარი მარაგების შევსებაში დახარჯავს. თაივანი კვლავ მიიღებს გარკვეული იარაღის მიწოდებას, მაგრამ ეს არ იქნება სრული მოცულობა და დაგროვილი შეკვეთები სავარაუდოდ გაიზრდება. კუნძულის უსაფრთხოება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. პენტაგონის შიგნით ეს პრიორიტეტია, მაგრამ ერთადერთი პრიორიტეტი არ არის და ტაივანისთვის ნებისმიერი მიწოდება ძირითადად მხოლოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეკავებისთვის იქნება გამოსადეგი. სხვა ხელწერტილებზე რეაგირების მოქნილობის შესანარჩუნებლად, შეერთებული შტატები შეინარჩუნებს იმ მარაგების ლომის სტილს, რომელსაც აგროვებს. ეს არის მთავარი სისუსტე შეერთებული შტატებისთვის, რომელიც ირანის ომმა გამოავლინა. საკითხი მხოლოდ ის არ არის, რომ ვაშინგტონს პეკინთან საბრძოლველად ნაკლები შეიარაღება აქვს. საქმე იმაშია, რომ თაიფეის ეს შეიარაღება ახლავე უნდა მიეწოდოს. ნებისმიერი დაპირება, რომ მიწოდებებს შემდეგში დააჩქარებენ, თავისთავად სანდო არ არის, რადგან იმ დროისთვის, როცა ეს მიწოდებები მივა, ტაივანი შეიძლება უკვე დაკარგული იყოს აშშ-ს თვალსაზრისით. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მიწოდებების განხორციელება ომის ზონაში კიდევ უფრო რთული იქნება. შეიძლება ეს შეფასება პესიმისტურად ჟღერდა, ამიტომ ნება მომეცით, რეგიონში აშშ-ს პარტნიორებისთვის რამდენიმე იმედისმომცემი პუნქტით დავასრულო. 1. ჩვენი წინა ვარაუდისგან განსხვავებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეერთებული შტატები სრულად მოულოდნელად აღმოჩნდეს, თუ შეჭრა მართლაც დაიწყება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მოუწევს დიდი შეჭრის ძალების თავმოყრა სრუტის მეორე მხარეს, რაც ბევრად გადააჭარბებს იმ რაოდენობას, რაც ჩვეულებრივი წვრთნისთვის იქნებოდა ნორმალური. ეს იგივე ტიპის დამახასიათებელი ნიშანია, როგორიც რუსეთმა აჩვენა უკრაინის ომის წინ, როცა ჯარები ბელარუსში და სხვა ადგილებში განათავსა. მაგრამ შეერთებული შტატების ნებისმიერი რეაგირება ნამდვილად ნაჩქარევი იქნება და ამ ეტაპზე პეკინის შეკავება ძალიან რთული იქნებოდა. საბოლოო ჯამში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მიცის, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება სწორედ ასე უპასუხოს. თუ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია უკვე რიგში დგას მატერიკულ პორტებში, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ომის სტრატეგებმა გამოთვალეს, რომ ის აჩქარებული რეაგირება, რასაც შეერთებული შტატები შესთავაზებს, საკმარისი არ იქნება ამ საქმისთვის. ამიტომ ეს შეიძლება თავიდანვე შეაჩეროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პროცესის დაწყებისგან, მაგრამ თუ პროცესი უკვე დაწყებულია, მე ვინერვიულებდი. მეორე იმედისმომცემი საკითხი ისაა, რომ არსებობს სანდოობის კიდევ ერთი წყარო, რომელზეც ჯერ არ გვისაუბრია. გარგახნით ადრე, სანამ თაივანი ნახევარგამტარებით დაინტერესდებოდა, შეერთებულ შტატებს კუნძულთან თავდაცვითი ურთიერთობა უკვე ჰქონდა. ამ ურთიერთობის ნაწილი კომუნიზმთან წინააღმდეგობის გაწევას ეხებოდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ ეხებოდა დემოკრატიას. თაივანის პირველი თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ 1986 წელს ჩატარდა. უფრო სწორად, შეიძლება გახსოვდეთ შემდეგი სამხედრო სტრატეგიის ნაწილი. თაივანი მდებარეობს ეგრეთ წოდებულ პირველ კუნძულთა ჯაჭვზე. ეს არის ტერიტორიის ჯგუფი, რომელიც ჩინეთის მატერიკიდან ვრცელდება. აშშ-ისთვის ბევრად უფრო მარტივია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეკავება, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას არც ერთი ამ კუნძული არ აქვს დაკავებული. როგორც კი ტაივანი დაეცემა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავები უკვე შეძლებენ გაუჩინარდნენ წყნარი ოკეანის ღრმა წყლებში. აი რატომ არ დელდებდი ფსონს იმაზე, რომ აშშ-კო ტაივანს დათმობს მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარგამტარების ყველა ქარხანა მწყობრიდანაა გამოსული. თუ შეერთებულ შტატებს სურს წყნარი ოკეანისა და დანარჩენი მსოფლიოს დაცვა, მაშინ ამ თავდაცვითი პერიმეტრის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აქ კიდევ ერთი დამატებითი შენიშვნაა. პირველი კუნძულოვანი ჯაჭვის მნიშვნელობა ისაა, რასაც სამხედრო სტრატეგები კარგად აცნობიერებენ. ეს არ არის ის, რასაც საშუალო ამერიკელი ამომრჩეველი აცნობიერებს.
სწორია, თუ ამ ვიდეოს უყურებთ, საშუალოზე უკეთესი ხართ. გილოცავთ. როგორც არ უნდა იყოს, ირანის ომიდან მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ თუ გსურთ ამერიკელმა საზოგადოებამ ომის ძალისხმევა მხარი დაუჭიროს, საჭიროა მათ სტრატეგიული რეალობები აუხსნათ და დაარწმუნოთ. არ ფიქრობ, რომ მათი გზადაგზა სწავლება სწორი იდეაა. ეს არის ის რამ, რაც ახლა უნდა განმეორდეს და ამერიკულ საზოგადოებაში გავრცელდეს, თუ გსურს, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. მაშ, რა არის ჩვენი მთავარი დასმები დღევანდელი დრისთვის? აშშ-ის მუქარა, რომ ტაივანის დასაცავად ჩაერევა, მხოლოდ იმდენად ძლიერია, რამდენადაც ამის წმიდა სარგებელი არსებობს. ტაივანის ნახევარგამტარების წარმოების სექტორის სწრაფი განადგურება ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ ატენებს. ამ პრობლემის გადაჭრა ტაივანის თავდაცვაში პროაქტიულ ინვესტიციას მოითხოვს. თუმცა, ირანის ომმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აშშ-ს შესაძლებლობა განახორციელოს ეს ინვესტიციები. ამასობაში შეგიძლიათ დასვათ კითხვები ჩემს Geopolitics Helpline სერიაში, რომელიც ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია Lines on Maps Extra-ზე. ან უბრალოდ ქვემოთ ჩაწერთ თქვენს კითხვებს და ალგორითმი შეიძლება მომაწვდინოს ისინი. ვინ იცის? თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად.